გამარჯობათ პატივცემულო ტელემაყურებლებო. რუსთავის იურიდიული დახმარების ცენტრი ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანიასთან ერთად წარმოგიდგენთ გადაცემათა ციკლს რუსთავის ადვოკატი. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა იქნება სესხები, გირავნობა და იპოთეკა. ჩვენი ტელეფონი სტუდიაში არის 25 44 00. გაგვირეკეთ, შეგვეკითხეთ, გიპასუხებთ მაქსიმალურად შევეცდებით კვალიფიციურად გიპასუხოთ. რასაც ვერ გავარკვევთ ადგილზე, შეგიძლიათ მოგვაკითხოთ ჩვენს ოფისში, კოსტავას 20. დღეს გადაცემას წავიყვანთ მე და ჩემი კოლეგა, მე იოსებ შველიძე და ჩემი კოლეგა ლევან გელაშვილი. გამარჯობათ. ლევან, როგორც ახლა ტელემაყურებლებს მოვახსენეთ, ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა არის სესხები, გირავნობა, იპოთეკა. სესხი ახლა ხალხმა მეტნაკლებად, რა თქმა უნდა, იცის რაც არის, ეს არის გარკვეული სარგებლის საფასურად თანხის სესხება. ეს შეიძლება იყოს დაწესებულება, საკრედიტო დაწესებულება, შეიძლება იყოს ფიზიკური პირი. ესეც ვიცით, რომ უმეტეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეიძლება სესხი იყოს გაცემული უზრუნველყოფის გარეშეც, ვთქვათ, ხო? ესეთებიც ვიცით, მაგრამ ძირითადად ხალხს რაც აწუხებს ამჟამად ეს არის ის ყადაღებული თემა, რაც არის გირავნობა და იპოთეკა. თუმცა აქ განსხვავება არის ხანდახან და შეიძლება ზოგიერთი მათგანი ვერ ხვდებოდეს ასეთ განსაზღვრებებს. მოდით აბა ავხსნათ, რა არის ჯერ გირავნობა რას ნიშნავს? პირველ რიგში მივესალმები ტელემაყურებელს და გაგცემთ პასუხს დასმულ კითხვაზე, რომ გირავნობა თავის თავში გულისხმობს უზრუნველყოფის ღონისძიებას, რომელიც გამოიყენება მხოლოდ მოძრავი ქონების შემთხვევაში. ცოტა უფრო რომ გავმარტოთ მოსახლეობის გასაგონად, ასე ვთქვათ, ანუ ეს შეიძლება იყოს უძრავი ქონების გარდა, მიწა, შენობის გარდა, ავტომობილი, სხვა ძვირადღირებული მოძრავი ნივთები, რომელიც მიწისა და შენობის გარდა ყველაფერი სხვა დანარჩენი გადის როგორც მოძრავი ქონება. დიახ, ანუ აღნიშნული ქონებები შეიძლება სესხის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დაგირავებული იქნეს, რაც შემდგომში ამარტივებს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორის ინტერესებს და მის იძულებითი რეალიზების ან პირდაპირ საკუთრებაში გადაცემის გზით შეუსრულებელი ვალდებულება შესრულებულად ჩაითვალოს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, მარტივად ვთქვათ, ჩვენ თუ ვაგირავებთ ავტომობილს, ეს უზრუნველყოფს და სანაცვლოდ მიგვაქვს ფული, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მე ფულს ვერ დავაბრუნებ, გამსესხებელს შეუძლია ეს ავტომობილი გაყიდოს. დიახ. ახლა ძალიან მაინტერესებს ხოლმე, არის ხოლმე ესეთი მომენტები, აი მოძრავ ქონებაზე შეგეკითხებით. ხან არის შემთხვევა, როცა იგივე ავტომობილი მოვიყვანოთ მიმუშად, ხან არის შემთხვევა, როცა ავტომობილი პატრონს რჩება, ხან არის შემთხვევა, რომ ეს ავტომობილი ფულის გამცემს სესხებელს, პიროვნებას თუ ბანკს თან მიიღოს. ანუ კონკრეტულად ავტომობილზე ვისაუბრებთ, მოგახსენებთ, რომ გირავნობა რამოდენიმე სახით შეიძლება განხორციელდეს და რა თქმა უნდა ეს დამოკიდებულია მხარეთა ნებაზე და გარიგების საგანზე, ანუ თუ რაზე თანხმდებიან მხარეები. შესაბამისად შესაძლებელია ავტომობილის გირავნობით განხორციელდეს ავტომობილი მესაკუთრეესთან სარგებლობის უფლებით დარჩეს, ან ასევე შესაძლებელია განხორციელდეს თქვათ ნეიტრალურ ტერიტორიაზე გაჩერდეს, ან გადაეცეს კრედიტორს და მან გაიჩეროს ავტომობილი. ზარია ეთერში, დიახ, გისმენთ. ალო, გამარჯობათ. გამარჯობა. უკაცრავად, ესეთი უცნაური კითხვა მაქვს. მაგალითად თეორიულად მე ვიყიდი ავტომობილი განვადებით, ხო? რაღაც ესეთი უცნაური ეს არის ამ თემასთან და სიტყვა, თეორიულად, აი $10 ვეღარ გადავიხადე. ბოლო გადახდის $10 თეორიულად. აღარ გადავიხადე. პრინციპში ეს ავტომობილი ამ $10 გამო ჩამომერთვება, ხომ, რეალურად. აი ესეთი კითხვა. ანუ მაგალითად რაღაც ბოლო შესატანი ბინაზე, ბინაზე ბოლო 5 ცენტი სიტყვა. მე ხო აქ არა აქ თანხას მიშულო. ბოლო 5 ცენტი ვერ შევიტანე. რაღაც
აი ამ 5 ცენტის გამო თუ 10 დოლარის გამო ჩაუმერცევა ეს გინდა თუ არის მექანიზმები რომ რაღაცა რაღაც იურიდიული მექანიზმები თუ რაღაცა რომელიც აღარ გაითვალისწინებს ამ 10 დოლარს 95,000 დოლარის მე. მადლობა კითხვისთვის. გასაგები, ну ახლა აქ 10 დოლარი გულისხმობ, ну ბოლოს და ბოლოს რამეს მეზობლების შეკრიბავენ თქვა ამ 10 დოლარს. მაგრამ არა იურიდიულად. ანუ იურიდიულად როგორც წერან აღვნიშნეთ, მინდა უმეტესობა სესხის გადახდილია. დიახ, კითხვის ავტორს განუმარტო რომ ამ შემთხვევაში 5 ცენტი იქნება თუ არსებითი ნაწილი იქნება ნასესხი თანხისა, ანუ გირავნობა ზუსტად ამიტომ გამოიყენება რომ თუ ვალდებულება ბოლომდე არ იქნა შესრულებული, ვალდებულების შესრულება იძულებითი ხასიათით, ანუ განხორციელდეს დაგირავებული ქონების რეალიზება. ეს ცოტა ისეთი დასმული კითხვა იყო, რომ 5 ცენტის გულისთვის არც კრედიტორი იკადრებს ასეთ შემთხვევაში და არც სურვილი ექნება იმ დანახარჯების გაწევა, რაც წინაპირობა რეალიზებისათვის. თუმცა სამართლებრივად თეორიულ დონეზე გირავნობა ზუსტად ამისთვის არის განსაზღვრული, რომ თუ ვალდებულება არ იქნა შესრულებული, არ აქვს მას მნიშვნელობა 1%-ით არ იქნა თუ 99%-ით არ იქნა, შესაბამისად ვალდებულების შესრულების მიზნით ქონება იძულებითი რეალიზებით მიზნით იქნეს რეალიზებული. ანუ დაგირავებული ქონება, ესე იგი თუ სესხი ვერ არის გადახდილი სრულად, ფაქტიურად უნდა გაიყიდოს. ეს ალბათ ეხება პრინციპში სესხის ერთ-ერთი ნაირსახეობა არის განვადება. და იგივე პრინციპი არის განვადებიდან ბოლო თვე თუ ვერ გადავიხადეთ, ბანკი შეუძლია თქვათ სარეცხი მანქანა ან ტელევიზორი რომ გამოვიტანეთ განვადებით იმ შემთხვევაში თუ იმ განვადების ხელშეკრულებაში ეს შეძენილი ნივთი წარმოადგენს გირავნობის საგანს, ანუ უზრუნველყოფის ღონისძიების სახით თუ არის გამოყენებული. ანუ იგივე თუ არის თუ ხელშეკრულების მიხედვით ეს გირავნობის საგანი არ იქნება, ну საერთოდ წესით ვცელდება მე ამ დარღვეული ვალდებულების შესრულება და ну შესაძლებელია მანქანის წინ სხვა რამე გაიყიდოს. თუმცა არსებითად რომ ვიმჯელოთ მანქანის გაყიდვა არ გაყიდვაზე, თუ ეს გირავნობის საგანია, პირველ რიგში აღნიშნული ავტომობილი მიექცევა სარეალიზაციოდ. და ეს დაგირავებულ ნივთებზე ვამფანო მოძრავ ქონებაზე. ლევან, ეგენიც ექვემდებარებიან სპეციალური წესით რეალიზებას, რასაც შემდგომ ცოტა მოგვიანებით იპოთეკაზეც ვისაუბრებთ, თუ ეს ურთიერთმორიგების გზით, პირდაპირ გაყიდვის გზით შეიძლება. შესაძლებელია ხელშეკრულებით მხარეებმა განსაზღვრონ იძულებითი რეალიზების დროს აუქციონის წესი. თუ ესეთი რამე მხარეებს განსაზღვრული არ აქვთ, მაშინ კანონი ახსნილების შესახებ საქართველოს კანონის წესით დარეგულირებული წესით ხდება გირავნობის რეალიზება, ან ასევე მხარეებს შეუძლიათ ხელშეკრულებაში გაითვალისწინონ წინასწარი იქნეს გათვალისწინებული, რომ თუ ვალდებულება დაირღვევა, კრედიტორის საკუთრებაში გადავიდეს დაგირავებული ქონება. დაგირავებული ქონება. ну ეს მოძრავ ქონებაზე ფაქტიურად ძალიან კარგად და მომწურავად გვიპასუხეთ. მე ტელემაყურებლებს შევახსენებ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერს 25 44 00 და იაქტიურონ, დარეკონ, ძალიან საჭირო საკითხზე გადავდივართ, ეს არის იპოთეკა, ეგრეთ წოდებული გადაღებული იპოთეკა, რომელიც საქართველოში ძალიან გავრცელებული არის, ძალიან აქტუალური არის. მე ახლა წინასწარ რა თქმა უნდა გადაცემას რაღაც ჩვენ ვამზადებთ, ახლა ვიცოდით რა თემაც ხო იქნებოდა და რაღაც სტატისტიკური მონაცემები ამოვიღე 2012 წლის მდგომარეობით 718-მა ოჯახმა მარტო თბილისში არის სტატისტიკური მონაცემები მოვიპოვე 2012 წელს 718-მა ოჯახმა დაკარგა ბინა იპოთეკის შედეგად და წლევანდელი მდგომარეობით გადაუხდელი ვალის გამო საკუთარი სახლიდან გამოსახლება ამჟამად 500 ოჯახს ემუქრება, ანუ ან სასამართლო პროცესში არის 500 ოჯახი, ან აღსრულების პროცესში, ანუ კიდე ერთი სტატისტიკური მონაცემები საქართველოს მასშტაბით 200,000 ბინა არის იპოთეკის ქვეშ. საქართველოს მასშტაბით მოქმედი ისა და რამოდენიმე წლის განმავლობაში ხაზი მინდა გაუსვა, რამოდენიმე წლის განმავლობაში იპოთეკი დატვირთული იყო მარტო თბილისში 400,000 ბინა. ხაზი მინდა გაუსვა ტელემაყურებლებს რო არ შეეშალოს
400.000 კი არ არის ახლა დაგირა, ანუ ზოგმა დაიხსნა ბოლო წლების რამოდენიმე ბოლო, აი თქვა 5-6 წლის განმავლობაში იპოთეკა გაიარა 400.000-მა ბინამ მარტო თბილისში. უმეტესობა მათგანი და ნეტა იყოს ყველა დახსნილი არის, რა თქმა უნდა, დაიხსნეს, მაგრამ მე ასეთ შთამბეჭდავ ციფრს ვამბობ რა 400.000 ბინა. პრინციპში ეს ეკონომიკური ფონით არის ალბათ უფრო განპირობებული და ვფიქრობ საზოგადოებამ მეტად დიდი ყურადღებით უნდა გაეცნოს იმ ხელშეკრულებას, რა ხელშეკრულებაზეც იგი ხელს აწერს, რათა სამომავლოდ აი შედეგი არ დაგვიდგეს, რასაც ბინის დაკარგვა ქვია. ჯერ მოდით ავხსნათ თვითონ რა არის იპოთეკა გირავნებისგან განსხვავებით. ანუ იპოთეკა და რა სავალდებულობა არის? ანუ ლევან გენაცვლა ის ნოტარიუსი როა საჭირო, საჯარო რეესტრი როა საჭირო. ანუ პირველ რიგში ვიტყვი რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ეს არის მხარდაშორის გარიგება, რომლის საფუძველზეც ერთი მხარე მეორე მხარეს გარკვეული ოდენობით გადასცემს თანხას და ამ თანხის დაბრუნების უზრუნველყოფად ხორციელდება მსესხებლის ან მესამე პირის საკუთრებაში არსებული ქონების იპოთეკით დატვირთვა. უძრავი ქონების. ანუ ეს ტერმინი ასეთი იპოთეკით დატვირთვა, ანუ დაგირავება ისე, როგორც უბრალოდ ეკონომიკური, იურიდიული ტერმინია იპოთეკით. უძრავ ქონებაზე იხმარება იპოთეკა, ხოლო მოძრავ ნივთებზე გირავნობა. იპოთეკა ხო იცით რას ნიშნავს თურმე სიტყვა? მე ამოვიკითხე, ნიშნავს ანუ ეს ახალი ამბავი არ არის, ანტიკური ხანიდან მოდის, ჩარჭობი ის არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს ჩარჭობილ ჯოხს. ანუ თუ ჩარჭობილ სარს ეგეთი რაღაც თარგმნა არის, ანუ რას ნიშნავს? ადრე მიწას რო აგირავებდნენ ეს ძველი რომაელების დროს, ბერძნების დროს იმ ტერიტორიას, ანუ სესხს რო აიღებდნენ და იმ ტერიტორიაზე ჩაარჭობდნენ ჯოხს და ეს რაღაც ჰიპოთეკურ საზოგადოებისთვის ცნობილი იყო ეს უკვე ხო დატვირთულია, ხო. ხო, ანუ გავაგრძელებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას, ასევე ვიტყვი რომ იპოთეკის წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა გარიგება, რომელიც მოითხოვს სამნოტარო წესით დამოწმებას. ანუ ეს სავალდებულოა. დიახ, და ამის შემდეგ საჯაროში გამორიცხულია კანონი პირდაპირ გვავალებს იპოთეკის ხელშეკრულების სამნოტარო წესით დამოწმებას და იპოთეკა ძალას იძენს ამ სამნოტარო აქტის საჯარო რეესში რეგისტრაციიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ხშირად ყოფილა პრაქტიკა, რომ ნოტარიუსთან გაუფორმებიათ სესხსა და იპოთეკის ხელშეკრულება და იგი არ დაურეგისტრებიათ საჯარო რეესში. აღნიშნულზე მინდა ვთქვა, რომ იპოთეკით განსაზღვრული ვალდებულებები ვერ გავრცელდება მხარეებს შორის, რადგან კანონი მკაცრად და ხაზგასმით ამბობს, რომ იპოთეკა წარმოიშობა მისი საჯარო რეესში რეგისტრაციიდან. ანუ სესხი არის რა თქმა უნდა. ნოტარიუსთან რაღაც სესხი ზოგადად ვალდებულება არის, მაგრამ იპოთეკა არ არის თუ საჯარო რეესში არ დარეგისტრირდა. დიახ. საჯარო რეესში ანუ საჯარო რეესში რეგისტრაცია იპოთეკას ორივე უნდა მივიდეს? იმიტომ აქვს დატვირთვა საჯარო რეესში რეგისტრაციის, რომ როგორც მოგეხსენებათ, უძრავ ქონებასთან გვაქვს საქმე. ანუ გარკვეული უძრავი ქონება უფლებრივად იტვირთება, რომლის რეგისტრაციაც აუცილებელია საჯარო რეესში, იმიტომ რომ ამ უფლებას თუ არ დავარეგისტრირებ, განაშით ლევან გავაგრძელო ზარი, დიახ, ზარი არის ეს. დიახ, გისმენთ? 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 გამარჯობათ. შეკითხვის დასვა მინდა თუ შეიძლება. ესე იგი, დავთავდები, ქონობა არ არის ჩადებული, თანხა საკმაოდ დიდია, მაგრამ ქონობა მაინც არ არის ჩადებული და ქონება მაქვს მეც თავდებს და თვითონ სესხებელსაც თავის ქონება. ეხლა ბანკის თანამშრომელი გვეუბნება ესეთ რაღაცას, რომ თუ საჭირო გახდა, სესხს რაღაც პრობლემები ექნება და ბანკის თანამშრომელი გვეუბნება, რომ შეიძლება გაყიდოს ჩემი ქონება, ანუ თავდების ქონება და მკითხვაზე გვიპასუხა, რომ ბანკს აქვს უფლება გაყიდოს თავდების ქონება და არ გაყიდოს სესხების ქონება და მე გავაპროტესტე, მაგრამ არ ვიცი, მაინტერესებს რამდენად აქვს უფლება და ხომ არ გვაშინებს უბრალოდ ბანკის თანამშრომელი, რომ თქვა რამენერად გადავიხადოთ თანხა. საინტერესო კითხვაა სხვათა შორის. ქონება ორივეს აქვს, ხაზი და ბეს დავიჭირეს. ბანკთან გაფორმებულია სესხის ხელშეკრულება მხოლოდ
და არის განხორციელებული ასევე თავდებობა ამ სესხით. ამ თავდებობას თავის თავში არის უზრუნველყოფის ღონისძიება, თუ ძირითადი მსესხებელი არ შეასრულებს ვალდებულებას, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია პასუხი მოეთხოვოს, ანუ თანხის დაბრუნება მოეთხოვოს თავდებს. ანუ აქ უპირველეს ყოვლისა დასმული კითხვის ავტორს მინდა უთხრა. სახეს ორივეა, ანუ ის არ იმალება. ორივეს ქონება გვაქვს. დიახ. პირველ რიგში აქ მნიშვნელოვანია ინახოს თავდებობის ხელშეკრულება, რა ხასიათის ხელშეკრულებაა, ვინაიდან თავდებობის ტიპებიც გვესახება კანონის მიხედვით, თუ სოლიდარული თავდებობას კისრულობს მესამე პირი, ასეთ შემთხვევაში ბანკი აქვს უფლება ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ პირს მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება, ანუ რომლისგანაც იადვილება. დიახ, როგორც ძირითად მოვალეს, ასევე თავდების მხრიდან. თუმცა აქ ყურადღება ასევე უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ თუ იპოთეკა არა გვაქვს გამოყენებული და კრედიტორსაც, უბრალოდ მოვალესაც და თავდებსაც ქონება გააჩნიათ, უძრავი ქონება, ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში ამოწურული უნდა იქნეს ძირითადი მსესხებლის აქტივობა, ანუ შესაძლებლობა და თუ იგივე ვერ იქნა დაფარული, მას შემდეგ შეიძლება თავდების ქონებას რეალიზება გაუკეთდეს. თუმცა ამ უფლების განმარტებაში კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ სანახავია თავდებობის ხელშეკრულების ფარგლები. ანუ რა ხასიათის თავდებობა, რანაირი თავდები არის? დიახ. ანუ შესაძლებელია თავდებს ძირითადი მსესხებლის ვალდებულების შესასრულებლად თავდებს დაეკისროს თანხის გადახდა და თანხის გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს თავდების სახელზე რეგისტრირებული ქონების რეალიზებით. აღმასრულებელი ალბათ აუქციონის წესით გააჩნია თუ ეს სესხის ხელშეკრულება და ითვალისწინებს აღსრულებელ ფურცლის გაცემას, ეს აღსრულებელ ფურცელი გაიცემა და წარედგინება აღსრულებას, სადაც აღსრულების შესახებ საქართველოს კანონის ფარგლებში სასამართლოდან იღებენ და მიაქვთ აღმასრულებელთან. ანუ რიგი შემთხვევებში შესაძლებელია სასამართლოს ძალითაც იქნეს ამოღებული, თუ სესხის ხელშეკრულება არ არის დამოწმებული ნოტარიულად და იგი არ ითვალისწინებს ნოტარიუსის მეშვეობით აღსრულებელ ფურცლის გაცემას. თუ ნოტარიულად დადასტურებულია დღევანდელ პრაქტიკაში თითქმის 100%-ით ესეთი სესხის ხელშეკრულებები ითვალისწინებენ პირდაპირ ნოტარიუსის მეშვეობით აღსრულებელ ფურცლის გაცემას, რაც ამარტივებს თუ ნოტარიალურად არის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება თუ იპოთეკა. არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება სესხის ხელშეკრულებას დაუბრუნდეს სესხის ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში ნოტარიუსი გასცემს და ამარტივებს კრედიტორის საქმიანობას, ასე ვთქვათ, რადგან სასამართლოში აღარ უწევს კრედიტორს ასვლა და ნოტარიუსის მიერ გაცემულ აღსრულებელ ფურცელს იგივე იურიდიული ძალა გააჩნია, რაც სასამართლოს მიერ გაცემულ აღსრულებელ ფურცელს, რომელიც იძულებით აღსასრულებლად დაუყოვნებლივ მიექცევა. ანუ მოკლედ იძულებით აღსრულება ნიშნავს აღარ უნდა ლაილაი არა პირდაპირ აღსრულებას. ანუ მინდა არ მინდა შემიძლია არ შემიძლია. გასაგები. აი ისევ იმას დაუბრუნდეთ სანამ ზარი შემოვიდო და ანუ გავაფორმეთ ნოტარიუსთან. დიახ. იპოთეკის ხელშეკრულება. ერთად შემიძლია წავიდეთ იმავე წუთს თუ მეორე დღესაც. ანუ ნებისმიერ მხარეს შეუძლია კრედიტორს, შეუძლია მოვალე მხარეს საუნტარო აქტი მეორე მხარის დასწრების გარეშე დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში. და რეგისტრაციის მომენტიდან იწყება იპოთეკა რეგისტრირდება, ანუ ძალაში რეგისტრაციის მომენტიდან. დიახ. ანუ შეიძლება მეორე მესამე დღეც იყოს? არა, რეგისტრაციიდან. ნოტარიუსთან რო გავაფორმებთ ხელშეკრულებას. დიახ. იმავე დღეს თუ არა, მეორე, მესამე, მეოთხე დღეს რო წავიდეთ დროში. შესაძლებელია. აჰა, ნუ ეხლა ეს დაახლოებით კრედიტორებზე ვისაუბრეთ, ანუ ფულის გამსესხებლებზე. ეხლა რა ვქნათ იმათმა, ვინც ვისესხეთ ფული და მძიმე ეკონომიკური, ნუ ძირითადად ეხლა ესეთი სახის იპოთეკი დატვირთვა არის ძირითადად, როცა ძალიან გამოუვალი მდგომარეობა გვაქვს ბიზნესში, ძალიან გამოუვალი მდგომარეობა, ან როცა ვთქვათ რაღაც აი ხო დიახ, ზარი არის ესში. ისმენთ. ალო, გამარჯობათ. გამარჯობათ. იცით რა მაინტერესებს მე თქვენთან მაქვს ასეთი შეკითხვა. ანუ იპოთეკა გავაკეთეთ მარტო ნოტარიუსთან და არ წავსულვარ საჯარო რეესტრში და ნოტარიუსს თუ შეეძლო რომ დაერეგისტრირებია საჯარო რეესტრთან. მადლობთ კითხვისთვის. გიპასუხებთ რომ ანუ ნოტარიუსის ვალდებულება ეს არ არის რომ მან მოახდინოს საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, თუ ეს მხარეების მოთხოვნა იქნება, დღეს მდგომარეობით თითქმის ყველა ნოტარიუსს აქვს ეს სერვისიც, რომ საჯარო რეესტრში მიუსვლელად იგი არეგისტრირებს ამ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას საჯარო რეესტრში. თუმცა სასახათო ამბობ რომ ნოტარიუსის ვალდებულება ეს არ არის.
ანუ აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეებმა უნდა მოსთხოვონ ნოტარიუსს, ან ერთ-ერთმა მხარემ. ხო, ან ერთ-ერთმა მხარემ, რომ აღნიშნული შესყიდა და იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირებული იქნეს ნოტარიუსის მეშვეობით საჯარო რეესში. ანუ ქსელით ხდება დარეგისტრირება, ხო? ანუ ნოტარიუსი ფეხით კი არ მიდის, იქ ქსელში შედის და აქვს ამის უფლება, ხო? დიახ. გასაგებია. რაკნან ახლა სესხებლებმა, რომლებსაც აი ძალიან იცით როგორ რაღაცა არის, ძირითადად ეს იპოთეკები, ძირითადად ლომისწილი არის ისეთი კრედიტები, როცა ადამიანი გამოუვალ მდგომარეობაშია, როცა ოჯახის წევრი არის გადასარჩენი, როცა რაღაც საქმე არის გადასარჩენი საქმე, ნუ ან ადამიანი და ბანკში, აი იცით როგორ მომენტია, ბანკში შეიძლება იგივე, მაგრამ ბანკები ამას აკეთებენ უფრო ნელა, უფრო დაბალ სარგებელს, მაგრამ ასე ადვილად არ იძლევიან რა მაინც რა, იმიტომ რომ არის ეს მომენტიც, რომ ბანკის თავის სამტრევი იქნება მერე ამ თანხის ამოღება და ბანკისთვის ძირითადად მნიშვნელოვანია პროცენტზე იმუშაოს და შესაბამისად ცეცხლი იყოს და უმეტეს შემთხვევაში. ამიტომ მიმართავენ კერძო იპოთეკარებს, რომლებიც ერთ დღეში ფაქტიურად ყოველგვარი წინასწარი საკრედიტო ისტორიის შესწავლის გარეშე პიროვნების უფორმებენ იპოთეკის ხელშეკრულებას, რომელსაც სესხებელი არც კითხულობს იმ ხელშეკრულებას, რა წერია შიგნით. აი, რას უნდა მიაქციოს ყურადღება, თუ აქვს იმის ნერვები და შნო რომ მიაქციოს ყურადღება, ან ყოველ შემთხვევაში უთხრათ ჩვენს მოქალაქეებს შეიძლება აი რაღაც ძირითადი და განსაკუთრებული მომენტები რომ ნახონ. თქვათ, რა შეიძლება ეს იყოს? მოგახსენებ, რომ რა არის ისეთ ბატონო იოსებ. რაღაცები მეც ვიცი. მოცემულ თემა მინდა ვთქვა, რომ ეს საზოგადო პრობლემაა და დღეის მდგომარეობით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებაში, როგორც თქვენ ბრძანეთ, ყოველი მეორე თითქმის სასესხო ურთიერთობაშია და ხშირ შემთხვევაში იპოთეკით აქვს დატვირთული უძრავი ქონება. მე უბრალოდ რჩევის სახით მინდა სესხებლებს უთხრა, რომ ყურადღება მიაქციონ და ყურადღებით წაიკითხონ ის ხელშეკრულება თუ რაზე აწერენ ხელს და სამომავლოდ რომ უწევთ იმის თქმა, რომ ძალიან კაბალურია პროცენტი და პირგასამტეხლო ეს რომ თავიდან ავიცილოთ, ამიტომ ჯობია თავში გავეცნოთ და გავიაზროთ თუ რა ხელშეკრულება იდება და რა ვალდებულებები წარმოეშვება მხარეს. თუმცა როგორც თქვენ ბრძანეთ, ხშირად არის ცხოვრებაში, რომ როდესაც პიროვნება გამოუვალ მდგომარეობაშია და ყველა ფერს უღირს რომ აღნიშნულ ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი. თუმცა მნიშვნელოვანია რომ პირგასამტეხლოს მიექციოს ყურადღება, ვინაიდან ბოდიშვიხდი გაგიგზელებთ ამაზე პასუხს. დიახ, გისმენთ. სესხის ხელშეკრულება არის გაფორმებული. დიახ. ჩვეულებრივი და მის სახელზე ამჟამად არაფერი ქონება არ ირიცხება. დიახ. და როგორ შეგვიძლია თუ ეს თანხა უკან დავიბრუნოთ ჩვენ? მადლობა ზარისთვის, მოგახსენებთ. ესეც ერთ-ერთი პრობლემური თემაა. პირველ რიგში მინდა მაყურებელს უთხრა, რომ გასესხებული თანხის დაბრუნების გარანტიები კანონმდებლობით მხოლოდ წარმოიშვება იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფა გვაქვს გაკეთებული, თუ უზრუნველყოფა არ არის სესხის გაკეთებული, გამოდის რომ თქვენი რისკია რამდენად გასცემთ ამ სესხებს. მოცემულ შემთხვევაში კი შეგიძლიათ მოიპოვოთ საახსვლელო ფურცელი, რაც შესაძლებელია მიღწეული იქნეს სასამართლოში მიმართვის გზით და წარადგინოთ იუსტიციის სახლში იძულებითი აღსრულების მოთხოვნით. ხოლო რაც შეეხება თანხის დაბრუნებას, აი ესე იგი მოქალაქემ ახლა როგორც მივხვდი პატივცემულს ან მის ნაცნობებს აქვთ გაცემული სესხი და ეს სესხი არ არის უზრუნველყოფილი. მოქალაქემ უნდა მიმართოს სასამართლოს. რა თქმა უნდა, ალბათ წარუდგინოს ჯერ თანხის დაკისრება. დიახ. ნუ ალბათ წერილობითი თუნდაც ხელწერილი. დიახ. ამ ხელწერილის საფუძველზე საქმის მოგების შემთხვევაში სასამართლო გასცემს საახსრულებო ფურცელს. მიღებულ გადაწყვეტილებაზე, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე გასცემს საახსრულებო ფურცელს, რომელიც შემდგომ იძულებითი აღსრულების მიზნით უნდა წარდგენილი იქნეს იუსტიციის სახლში. თუმცა აქვე მინდა ხაზი. აღმასრულებელთან. დიახ, აქვე, ახსრულების ეროვნული ბიურო. დიდეზარი არის ეთერში. ბოდიში დავამთავრებ ამ კითხვაზე პასუხს, რომ ასევე გამარტივებული წესით სასამართლოში მიმართვის გარეშე ცვლილება შევიდა კანონში და შესაძლებელია, როდესაც სესხის ხელშეკრულება
ხო. გამარტივებული წესით წარდგენილი იქნებს ახსნელების ეროვნულ ბიუროში. პირდაპირ. დიახ, რომელიც განიხილავს თანხის დაკისრების საკითხს, ხოლო თუ მოვალე მხარემ პრეტენზია განაცხადა მსგავს შემთხვევაში, იუსტიციის სახლი აღარ განიხილავს ამ დავას და საქმე გადაეცემა სასამართლოს. დიახ, ბოდიში თუ კაცრავად გისმენთ ცოტა დიახ? გისმენთ. ალო, ისა, მე კიდე მაქვს თქვენთან კითხვა. მეუღლეს მოუვიდა ავარია ჩემსაც და მაიძულა ტვირთის მეპატრონემ რომ დამეწერა ეგრეთ წოდებული ისე რომ მე მისთვის მქონდა $1000 ვალი ისე რომ არც ტვირთი შეფასებულა ტვირთიც დამიმალეს საერთოდ და მაიძულა რომ მეუღლეს დაიჭერდა თუ არ დავწერდი ამ ხელშეკრულებას არავითარი არაფერი არ არის მითითებული არც გირავნობა არც იპოთეკა და ამ შემთხვევაში რა შეიძლება რომ გაკეთდეს კი ბატონო, მადლობ ზარისთვის. მინდა ანუ ავარიაში მოყვა ჩემი მეუღლეო, დააზიანა მესამე პირის მანქანას ავარაუდოთ და დიახ, მე საკუთრემ ქალბატონს როგორც ბრძანა იძულების წესითო, მაღიარებინა $1000 ვალის არსებობაო და რა შეიძლება მოვახდინო. ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში მე მინდა კითხვის ავტორს უთხრა, რომ თუ გარიგება წარმოშობილია იძულებითი ხასიათით და ეს არ არის პიროვნების თავისუფალი ნება, ასეთ შემთხვევაში შეუძლია მან მიმართოს როგორც სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე რითი დაამტკიცებს მე? ხო, ნუ მტკიცების ტვირთი მისია, ასევე მიმართოს სასამართლოს აღნიშნული აღიარების ანუ გარიგების გაუქმების მოთხოვნით. ეხლა მტკიცების ტვირთი რამდენად უნდა დაამტკიცოს ეს მასე ხო ყველა იტყვის რომ ძალიან დამაწერილი ხო რა თქმა უნდა ეს მტკიცების ტვირთი მოქალაქის არის და მან უტყუარად უნდა ადასტუროს რომ თუ არა იძულება იგი არ განახორციელებდა ასეთი გარიგების დადებას. ხოლო რაც შეეხება იმას რომ თქვენ მის სახელზე არაფერია ცოტა არ იყოს სუდი ნათქვამია იმიტომ რომ თუ ჩვენ საუბრობთ რეალურ ნების გამოვლენაზე და ორმხრივ გარიგებაზე, ასეთ შემთხვევაში იმ კრედიტორმაც რა ქნას, რომელმაც გასცა თანხა ან ჩვენი ქმედებით მას მიადგა რაიმე მატერიალური ზარალი. ამ შემთხვევაში ქალბატონს ეხა ბოლოზარის ავტორს ხო ჯობდა რომ ვთქვათ ალბათ ეიფორიაში იყვნენ, აღელვებული იყვნენ და უფრო მაგალითად რაღაც მესამე პირისთვის დაეძახათ და ანუ იმ პიროვნებისთვის რომელიც უშუალოდ ამ პროცესში არ იყო ჩართული ამ ავტოსაგზაო შემთხვევაში და ის დაარიგებდა რომ თუნდაც ნოტარიუსთან წასულიყვნენ და ისე დაეწერათ ის რაღაც მატერიალური ზარალი მოხდა ქალბატონი რას ამბობს ახლა კაცმარის ის $1000-იანი იყო თუ $50-იანი ხო და ამიტომ ზუსტად ეგ არის რომ სანამ რაღაც სამართლებრივ ურთიერთობაში შევალთ პიროვნებასთან ჯობია მაშინ ვიფიქროთ თუ რას ვახორციელებთ. ზუსტად როგორც ვთქვით ხელშეკრულების გაცნობის პრინციპით რა. ანუ ჩვენ რომ გაგვეთავისებინა ის რომ დაუდგენელია ჯერ ზარალი, რატომ ვაღიარე $1000 ზარალის არსებობა და თუ აღიარე ამის იძულებითი აღსრულების მექანიზმებიც არსებობს, ხო? ხოლო თუ ეს იძულებითი ხასიათის არის, ეს გარიგება აუცილებლად უნდა მიმართოს როგორც სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე სასამართლოს და მოითხოვოს ამ აღიარებით ბათილად ცნობა. და ქალბატონის წინ რო დარეკა ბატონმა, ანუ თუც ეს ისა არაფერი არ აქვს, ანუ დაგირავებული და შეიძლება ვთქვათ ქონებაც თუ არ აქვს. ბოდიშით კიდე არის გისმენთ? იმ კაცს ვერ უპასუხეთ რა. წეღანდელ კითხვას დაუბრუნდებით საახსრულებლოთი რო იძახით მის ვისაც ნასესხები აქვს თანხა მის სახელზე ქონება არ ერიცხება მადლივდივართ ზუსტად საახსრულებლო როგორ უნდა მოიღოს ეს კი აი ზუსტად თქვენზე ვთქვით ვეღარ უპასუხეთ ვერ მივიღეთ მოგახსენებთ რომ აი ახლა უნდა გვეთქვა მაგი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ მადლობა მოუხადო ასეთი აქტიურობისთვის და უპასუხო რომ საახსრულო ბიუროში საახსრულო ფურცლის წარდგენა რა თქმა უნდა თავის თავში არ მოიცავს ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ეს ჩვენი რისკი იყო რომ ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე გავეცით გარკვეული ოდენობით თანხა თუმცა ასევე მინდა მაყურებელს უთხრა რომ აღმასრულებლებს გააჩნიათ გარკვეული იძულებითი ხასიათის მოქმედებები რომელიც შედეგად ისახავს თანხის ამოღების შესაძლებლობას ანუ ეს შეიძლება იყოს ხელფასიდან იძულებითი დაკავება პენსიიდან ან ნებისმიერი სხვა შემოსავლიდან თუ აღნიშნულიც არ გააჩნია და არც მოძრავი და არც უძრავი ქონება მოვალის სახელზე არ არის რეგისტრირებული მეტად საინტერესო მოქმედების უფლება ეძლევათ აღმასრულებლებს
იღებს, როგორიც არის მის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე მოძრავი ქონების დაყადაღებითა და აღნიშნულის რეალიზებით, ხოლო თუ აღნიშნული მოქმედებაც პრინციპში შეიძლება იყოს ესეთ შემთხვევა, რომ ვერ ხორციელდებოდეს, გამოდის რომ მხოლოდ იმის იმედად უნდა ვიყოთ, რომ ესეთი კატეგორიის მოვალე შედის მოვალეთა რეესტრში და მის სიცოცხლის ბოლომდე აღმასრულებლები, ასე ვთქვათ, აკონტროლებენ მის შემოსავალს, გასავალს და თუ სადმე რამე იქნა დაფიქსირებული იძულების წესით განხორციელდება კრედიტორის სახელზე გადარიცხვა. მე თვითონ ვარ მოსწრებული ამ ფაქტს, როცა პიროვნება თავის სახელზე ვერ იფორმებდა ავტომობილს, არ უფორმებდნენ, რას ამბობთ გენაცვალეო, მოვალეთა რეესტრში ხართო და ვალი გაქვთ გადასახდელი, ამას შემოიღა თავში ხელი, ვაიმეო, ხო, მართლაო და აბა თუ მართლაო, ძადი ჯერ ვალი გადაიხად, ნუ რაღაც ასე მე უტრირებულად ვამბობ, ვალი და მე კარგი მექანიზმი არსებობს იმისთვის, რომ იძულება შეიქმნას. ანუ პატივცემულის გასაგონად, ანუ საქართველოს მასშტაბით, ასე ვთქვათ, სისტემაში მთლიანად არის ეს მოვალე დაფიქსირებული და ვერაფერ ქონებას ვერ იყიდის, ვერ გაყიდის ოფიციალურად, რა თქმა უნდა, ხელფასსაც ვერ აიღებს და პენსიასაც, სანამ თქვენ ვალს არ დაფარავს. აი, ზარი არის კიდე ეთერში. დიახ, გისმენთ. მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. ესეთი სახის შეკითხვა მაქვს. ერთ-ერთ ხალბატონს აქვს დავალიანება ჩემს სახელზე, ჩვენ სასამართლოთი არის დაგისრებული. დიახ. გაწყდა ხმა. გისმენთ. ანუ უზენა ეხა სამართლომაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არის, საავსრულებო ფურცელი მიტანილი გვაქვს აღმასრულებელთან. დიახ. ანუ ბინაში ვცხოვრობ, იქ სადაო ბინა იყო, ნუ სამოქალაქო წესით დავაგებ, მაგრამ დაეკისრათ ზარალის ანაზღაურება. დიახ. მე გამომასახლეს აღნიშნული ბინიდან. დიახ. გამოსახლებიდან რამდენიმე დღეში ამ ხალბატონმა შეიყვანა სოციალური აგენტები თუ როგორ ქვიათ. დიახ. და განუმარტა რომ ესეც საწყლად ცხოვრობს, არაფერი არ გააჩნია, რა თქმა უნდა, ჩემს მიერ დაცული ბინაში თუ არა იქნებოდა, მე არაფერი არ იყო. დიახ. ამ ბინის გარდა ამ ხალბატონს კიდე რაიონში სახლი აქვს თავის სახელზე გაფორმებული. დიახ. მაგრამ სოციალურმა მისცა რაც დაბალი ქულებს 22,000 თუ რაღაცა, როგორც აღმასრულებელი განმარტავს ახლა აღანაირი ბერკები არ ამახო მე ამ თანხის და იმაზე აუქციონზე ამ ბინის გატანის. მე ფაქტურად ქუჩაში დავუჭი ბინას დავაგებ და აღარ გავურებდა. რა შეიძლება რომ გაკეთდეს? დიახ, მადლობ ზარისთვის. ანუ ხალბატონია გამოსახლებული იქნა ბინიდან, დარჩა უბინაოდ ბატონი და ის ხალბატონზე ვისაც გადაფორმდა ეს ქონება, მას სასამართლოს წესით დაეგისრა ამ ბატონის სასარგებლოდ გარკვეული თანხის ანაზღაურება. თუმცა სასულე ფურცელიო წარდგენილი იქნაო ახსნების ეროვნულ ბიუროშიო, თუმცა აღმასრულებელი ვერ ახორციელებს ახსნებას იმ მოტივაციით, რომ მოვალე რეგისტრირებულია სოციალურ დაუცველთა ერთიან ბაზაში. მე მინდა კითხვის ავტორს უთხრა, რომ სრულიად კანონიერია აღმასრულებლის მსგავსი განმარტება, ვინაიდან სამწუხაროდ ახსნების შესახებ საქართველოს კანონი ითვალისწინებს ესეთ დათქმას, რომ თუ მოვალე მხარე რეგისტრირებულია სოციალურ დაუცველთა ბაზაში და მისი სარენტიგო ქულა არ აღემატება 57,000 ქულას, ასეთ შემთხვევაში ამ პირის წინააღმდეგ არ გამოიყენება ქონების იძულებითი რეალიზება. აბა რა ქნას თქვა ბატონმა. ასეთ შემთხვევაში სხვა ყველა დანარჩენი იძულებითი ხასიათის მოქმედებები გამოიყენება, თუმცა ჩვენ სოფელში აქვს ბინას, მაგრამ როგორც ჩანს ამ ხალბატონის სახელზე არ იქნება ალბათ რეგისტრირებული. მონაცემთა ბაზაში ალბათ იქნებოდა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ბინაც არ უნდა კონდეს თუ იგი სიღარიბეშია რეგისტრირებული. არა, ამ შემთხვევაში არის ესეთი თემა, ანუ სადაც ცხოვრობს თუ ის ერთი ბინა აქვს და არის სიღარიბეში რეგისტრირებული, ამ ბინის რეალიზება არ ხდება კანონით, ხოლო თუ სხვა რაიმე ქონებები გააჩნია, იმის რეალიზება ჩვეულებრივად არა, ბატონმა თქვა, არა, რო იცოდეს თვითონ ბატონმა, სოფელშიც აქვსო ბინაო, მაგრამ სოფელში ალბათ ის ბინა მის სახელზე არ იქნება გაფორმებული, თორე ხო გამოჩნდებოდა ამ ხალბატონის სახელზე არის და აღმასრულებელი ამ ბინაზე მიაქცევდა, თქვა, ანუ ამ ბინას სოფლის სახლს გაუხდიდა რეალიზებულს. ამიტომ მე მინდა მაყურებელს უთხრა, რომ მსგავსი შემთხვევით მას შეუძლია მოგმართოს
სამსახურში წარმოადგინოს ყველა ეს საჭირო დოკუმენტაციები, უფრო ღრმად შევისწავლით და თუ სახეზე გვექნება ახსნილების ორგანოს მიერ რაიმე უკანონო მოქმედება, შესაბამის ღონისძიებებს გავატარებთ. გასაგებია ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობათ. ცოტა მოგვიანებით გადავცე მართალია, მაგრამ რამოდენიმე სიტყვით ისაუბრეთ თქვენ მოვყარი უკვე ყური რომ აი იმ იპოთეკასთან დაკავშირებით და რაღაც, მაგრამ მე უფრო მაინტერესებდა თუ შეიძლება უფრო შეიცვალოს როგორი სახით, იცით? აი მართალია ხელშეკრულება იდება და უშუალოდ იქ რაღაც უნდა დაფიქრდეს წინასწარ სწორად აწერ თუ არ სანამ მოაწერ ხელს და მაგრამ რა არის იცით? აი თვითონ ეს ხელშეკრულება იმდენად როგორ ვიტყვით, მაღალ ფარდობასაც ვერ დავაგმობ, იმდენად სპეციფიკური სიტყვებით და ტექსტებით არის შედგენილი ხომ რომ რიგითი მოქალაქისთვის ხანდახან ცოტა გაუგებარიც არის ახლა იურისტის თანხლებით ხო არიული ან ისეთი ადამიანის თანხლებით ყველგან რომ მან განგიმარტოს ასე ვთქვათ ზუსტად რა წერია და როგორ წერია და რამდენად შეიძლება სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდეს ან თვითონის აი ეს საკითხი როგორ შეიძლება რომ დარეგულირდეს რომ ცოტა ყველასთვის მასიურად მაინც გასაგებიანით რომ იყოს დაწერილი ხოლმე ეს ხელშეკრულება და ну თავისთავად ამას რომ ამ საკითხზე რომ ბანკის თანამშრომელი იქნება თუ თვითონ კერძოდ იპოთეკას რაღაც აი ეს რომ დარეგულირდეს აი ეს მაინტერესებს მადლობ ზარისთვის დიდი მადლობა ქალბატონო ლევან ხელშეკრულება საერთოდ ორი პიროვნების თავისუფალი ნების გამოხატულება არის შეიძლება ხელშეკრულება დაიდოს რაც შეიძლება ნაკლები იურიდიული ტერმინოლოგიით მაქსიმალურად და მაქსიმალურად გასაგებიენით ამითი რამე ირღვევა? არაფერი არ ირღვევა მთავარია კანონს არ ეწინააღმდეგებოდეს მხარეთა გარიგება თუმცა ის მომენტი რომ თქვა ბანკებთან გაფორმებული ხელშეკრულებები მოიცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას და ეს სამომავლოდ გახდეს იმის საფუძველი რომ ასეთი ხელშეკრულება მიჩნეული იქნეს რომ მოვალე მხარემ ვერ გაიგო მისი შინაარსი და გაუქმდეს სამწუხაროდ ასეთ რამეს კანონი არ ითვალისწინებს ვინაიდან გაუგებრობა არ იწვევს არა ტერმინის შინაარსის გაუგებრობა ეს არ არის საფუძველი გარიგების ბატონობის აი ქალბატონმა ვინაიდან კანონის არ ცოდნა არ ანთავისუფლებს პასუხისმგებლობისგან ხო ეს ნამდვილად ასე არის ქალბატონმა ბრძანა ბანკი ქალბატონმა ბრძანა კერძო იპოთეკარი რომელიც ნოტარიუსთან ვალდებულება არის ნოტარიუსების მხრიდან ან ბანკის მხრიდან განმარტოს მსესხებლის უფლებები და მოვალეობები. რა თქმა უნდა, ნუ მე ეს პირდაპირ სანოტარო მოქმედების წესშიც წერია, რომ როცა ნოტარიულად დასტურდება ასე თუ ის გარიგება, ნოტარიუსი მხარეებს ხელმოწერის წინ განუმარტავს ხელშეკრულების შინაარსს, ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას აწვდის და ამის შემდეგ ხორციელდება მხარეების მიერ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. თუმცა ესეთი განმარტებები პრაქტიკაში არ ხდება, თქვა ბანკებთან ურთიერთობაში და კერძო გამსესხებლებთან ურთიერთობაში, თუ იპოთეკა არ არის და ნოტარიუსთან არ გვიწევს მისვლა, ასე ვთქვათ. და ამიტომ მე მინდა მოქალაქეებს უთხრა, რომ თუ მათთვის ხელშეკრულება გაუგევარი იქნება, მათ შეუძლიათ მოითხოვონ ამ ხელშეკრულების გაფორმებამდე ხელშეკრულების ასლი, ნიმუში და ჩვენი ორგანიზაცია ზუსტად ამისთვის არის შექმნილი, ასეთ შემთხვევაში საზოგადოებას უფასოდ მოემსახუროს, შეუძლია ჩვენი ორგანიზაციით ისარგებლონ, მობრძადნენ, განუმარტავთ სავალალო შედეგებსაც უეტყვით და მას შემდეგ თუ მათთვის მისაღები იქნება, გააფორმონ მსგავსი ხასიათის ხელშეკრულება. ნუ თუნდაც ვთქვათ, ანუ იურისტების და სხვადასხვა ადვოკატების დახმარებით ეს ერთი, მაგრამ ადგილზე რომ არის მისული აი ქალბატონისთვის მინდა გასაგები იყოს. ადგილზე თუ არის მისული მოქალაქე და ხდება იპოთეკის გაფორმება, მოქალაქეს შეუძლია კითხოს, ეს როგორ არის, ეს რანაირად არის, ეს ამიხსენი, ეს ვერ გავიგე. ანუ თქვით ხო ქალბატონო, თქვენ არა, ნუ ნებისმიერ მოქალაქეს ახლა თქვა, თქვენ ჯვარი წერიათ ახლა, რა გინდათ ეს შეუძლია მივიდეს და თქვა, აი ეს როგორ, ეს რანაირად, აბა როგორ აბა და მაქსიმ ნოტარიუსმა უნდა განუმარტოს. თუ რამე არ მოწონს, შეუძლია მოითხოვოს, აი ასე კი არ ჩამიწეროთ, ისე ჩამიწერეთ. რა თქმა უნდა, თუ ის კანონს არ ეწინააღმდეგება. და მეორე მხარეც თანახმად თუ არის. ანუ ნოტარიუსის ამ შემთხვევაში როლი სესხსა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების დროს არის მხოლოდ ის, რომ მან დაადგინოს მხარეთა ქმედუნარიანობა და უფლებაუნარიანობა, შესაბამისად და დაადასტუროს მათი ხელმოწერები. დიახ. ასევე არსებითად არ ექცევა მნიშვნელობა ხელშეკრულების შინაარსს. იმიტომ რომ ხელშეკრულება არის მხარეთა გარიგება და უნდა იყოს იმ სახით, რა სახითაც სურთ მხარეებს. გასაგებია. ზარია ეთერში. დიახ, გისმენთ.
გამარჯობა. გისმენთ? იცი, წეღანდელი ავარიის თაობაზე რეკავიცერე. ანუ ტვირთი მე საერთოდ არ მინახია და მხოლოდ დაიმტრა შუშები. და რადგანაც ჩემი მეუღლე იყო დაჟეჯილი და მეუღლე არ მართავდა ჩემი მანქანას, უბრალოდ ჩვენი იყო მანქანა. და ტვირთს მეუბნება რომ იყო $1000 და იქ მე მესამე ტვირთს ვერაფრით ვერ მივიყვანდი, იმიტომ რომ 9 საათში ტვირთი დაიმალა. აი ამ შემთხვევაში როგორ მოვიცი, ან სად ბრძანდები თქვენ რომ თქვენთან მოვიდე და ვთქვათ გავარკვიო ეგ საკითხი. ინფორმაცია მიაწოდეთ ჩვენი ორგანიზაციის შესახებ და უმჯობესია მობრძანდეთ. ჩვენი მისამართი არის ქალბატონო რუსთავი კოსტავას 20 მერიის შენობაში ვზივართ, იქ რომ მობრძანდეთ და იკითხოთ იურიდიული დახმარების ცენტრი, ყველა გეტყვით, იქ კანცელარიის თანამშრომლები, დაცვის თანამშრომლები, მობრძანდით და უფრო დეტალურად გავარკვევთ ამ სიტუაციას. Ну, ძირითადი ახლა ესე იგი ჩვენ ფაქტიურად საეთერო დრო ამოვწურეთ, სანამ თუმცა მნიშვნელოვანი თემებზე მინდოდა საუბარი და ესე სასურველი იქნებოდა თუ ამ საეთერო დროში ვერ ჩავჯდები. გარკვეული ერთი დღე კიდევ დაუთმოთ ამ თემებს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემები გამორჩა სტათქმელი, რაც შეეხება სესხსა და იპოთეკის ხელშეკრულებას და ეხლა რომ დავიწყოთ აი ეს დრო კიდე დაჭირდება და ამიტომ კი არა, მოსახლეობის საყურადღებოდ ვიტყვი რომ ჩვენ კიდე დაუბრუნდებით ამ საკითხს, უბრალოდ ერთი რემარკა მინდა გავაკეთო, სანამ დავამთავრებთ გადაცემას. აი ბევრი ტელევიზიებშიც ხშირად არის აი ვთქვათ ესეთი მომენტები რომ მოსახლეობა რომელმაც ვერ გადაიხადა იპოთეკით აქვს დატვირთული ქონება და ვერ გადაიხადა ვერ იხდის ძირითად თანხასაც და პროცენტსაც ითხოვენ იაფ სესხებს რათა მოახდინონ ნელ-ნელა ამ იპოთეკარების გასტუმრება გინდა კერძო გინდა ბანკის. ეხლა შეერთებული შტატების მაგალითს გეტყვით, ну ის ფინანსურად ძლიერი სახელმწიფოა, საქართველოს ჯერ იქამდე სამწუხაროდ გაუჭირდება, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა რა გზით იარა. მთავრობამ სესხი ისე იგი სესხებლებს კი არ გასცა, მოქალაქეებზე კი არ გასცა. მთავრობამ შეერთებული შტატების მთავრობამ სესხი, შეღავათიანი სესხი მისცა ბანკებს რათა და ბანკებს იმპერატიულად დაავალა გარკვეული დროით, სრულად ვერ აუგზავნდა, მაგრამ გარკვეული დროით შეუზღუდა იპოთეკით დატვირთული, ანუ დაგირავებული ქონების გაყიდვა. მაგრამ ბანკსაც ხო ეს თანხა აქვს გაცემული. ამის სანაცვლოდ შეერთებული შტატების მთავრობამ ამ ბანკებს მისცა შეღავათიანი სესხი. ძალიან კარგი იქნებოდა საქართველოს მთავრობას თუ ექნებოდა ამის ხო, ну ეხლა იქ რამოდენიმე მილიარდ დოლარზე არის საუბარი იმ, შეერთებული შტატების ეკონომიკა, მაგრამ ეს გზა არის, ანუ პატივცემულ მოქალაქეებს მინდა უბრალოდ ვინც ამ საქმეში არის ჩართული, გინდა ერთი, გინდა მეორე მხრიდან, აქ სესხი იმან კი არ უნდა, სესხი იმას კი არ უნდა მიცეს. მე ასე ვთვლი, მე სწორი ვთვლი, მაგალითად სწორად ვთვლი შეერთებული შტატების მთავრობის ქმედებას. სესხი მისცეს არა მსესხებელს, არამედ გამსესხებელს. ანუ რათა მან შეღავათი გაუწიოს, ანუ იმას, ვისაც ფული ჭირდება, იმას ის ბინას, ამ სქემებზე მერე ვისაუბრებთ, მაგრამ ბინასთან ქონებას რატო ყიდის, უკან დაიბრუნოს თავისი გასესხებული ფული და ამ ფულს აძლევს მთავრობა იმისთვის, რომ აი შენ ეს ფული გამოიყენე, ოღონდ აი ამ ხალხის ბინას და ქონებას მიწას სახლებს ჯერჯერობით ნუ გაყიდი ისინი ამოისუნთქავენ ნელ-ნელა დაგიბრუნებენ და ამ ფულსო დაგიბრუნებენ მერე შენ დამიბრუნებ იმ გასესხებულ კაი ასე სახელმწიფოს ცხოვრება ჩვენც მივალთ ადრე თუ გვიან ჩვენ საქართველოს მივალთ ამ დონემდე დიდი მადლობა პატივცემულო ტელემაყურებლებო რომ გვისმენდით შემოდიოდით ჩვენთან კონტაქტში გვირეკავდით თუ რამეში ოდნავ გამოგადგათ ჩვენი ახსნა განმარტებები ძალიან მოხარულები ვართ ჩვენ კიდევ დაუბრუნდებით მომდევნო გადაცემებში ამ თემას დიდი მადლობა ყურადღებისათვის კარგად გრძანდებოდეთ ნახვამდის